თქვენ უსმენთ სათემო რადიოს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევებზე, ქალთა საკითხებზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და სპორტზე. აქ ისმის დევნილთა ხმა და მათი ისტორიები. ჩვენ ვსჯელობთ თქვენს ყოველდღიურობაზე, გიზიარებთ სიახლეებსა და პრობლემებს, ეძებთ გზებს უკეთესი მომავლისთვის. სათემო რადიო, ხმა, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენი ხონი სათემო რადიო კვლავ ეთერშია და გვყავს არაჩვეულებრივი სტუმარი. ეს ჩვენი გადაცემები მეტნაკლებად რაღაცა განებივრებული კი ვართ კარგი სტუმრებით, მაგრამ მე ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სტუმარი მყავს ხონში კი არა ნებისმიერ ქალაქში. ხო, იქნებოდით ნებისმიერი სტუმარი, ქალბატონი მერი. ეხლა ამ სათემო ცენტრში, ამ დასახლებაში ხონის მუზეუმში და ბევრ გარდა ქუთაისშიც ალბათ ვინც არა მარტო გვისმენს, გვიყურებს კიდეც, ყველა მიხვდება რომ ჩემი გადაცემის სტუმარია არაჩვეულებრივი მსახიობი, ქალბატონი მერი ბარაბაძე, რომელიც მე ხონისა საკმაოდ ახალგაზრდაა და ახალგაზრდად გამოიყურებით, ბავშვობიდან ვარ თქვენი მაყურებელი, ჯერ კიდევ როდესაც ლადო მესხიშვილის სახელობის საქართველოს დრამატული თეატრის მსახიობი იყავით, იმ თეატრში ძალიან დიდი ხანი დაჰყავით, შემდეგ უკვე პარალელურად სანდრედიაშიც მუშაობდით როგორც მსახიობი და ხონში კიდევ ხონის სახალხო თეატრში ძალიან ბევრი კარგი როლი ხონშიც მინახავს, სხვადასხვა ადრე როგორც ჟურნალისტი ჩამოვდიოდი და ბევრი თქვენი კარგი სპექტაკლი მინახავს. მინდა რადიო მსმენელებს და ჩვენ მაყურებლებს კიდევ ერთხელ მოусმინოთ ადამიანებს, ვისი ცხოვრების გავლილი გზა არის მაგალითი, ვისი ცხოვრების გავლილი გზაც არის გამოცდილების გაზიარება მომავალი თაობისათვის, ჩვენთვის ყველასთვის და საინტერესო ცხოვრების მათ შორის. ქალბატონო მერი, უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა რომ დავთანხმდით, გამოყავით დრო, ზაფხულის ამ დროს ისვენებენ ადამიანები როგორც წესი და თქვენს სიამოვნებით ასე ლამაზად გამოეწყეთ ჩვენი გულისთვის და მოგზავნით და დაკავით ჩვენთან დრო. დიდი მადლობა სტუმრობისათვის. მადლობ თქვენ რომ მომიწვიეთ თქვენ სტუდიაში ახლა. კი ბატონო. პირველი შეკითხვა, ქალბატონო მერი, გვიამბეთ თქვენზე, როგორი ბავშვობა გქონდათ, როგორც ბავშვი და როგორ დაიწყეთ ეს ყველაფერი, როგორ მოხვედით აქამდე? ეს ფაქტშორის როგორც ეხლა ბოლო ხანებში გავიგე, დაბადე არც მიმიქცევია. ყურადღება თქვენ დაბადებული ყოფილა სოხუმში. უი, რასა. ხო, მაგრამ ახლა ძირითადად ხომში რომ ვიყავი, სოფელი კონტუათი, ნუ იპოლიტე ხიჩია სოფელი, რა თქმა უნდა. როგორც იპოლიტე ამბობს, ოჯახის ხელმოკლეობის გამო დავიბადე კონტუათი. ხო და იქ დავამთავრე 8 კლასი, შემდეგ დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა. ხომში ეს ქალაქის, ხო, კიდე ფეხით დავდიოდი, მაგრამ როგორც კონტუათიდან ისე რომ ქალაქის პირველ საშუალო სკოლაში ვიყავი, კულტურის სახლში ვიყავი, ცეკვის ანსამბლში. ცეკვავდი. კი, ცეკვავდი რა თქმა უნდა, მაგრამ ბოლოს მაინც თეატრალურისკენ მინდოდა წასვლა, მაგრამ საესტრადოზე ჩავაბარე მე. და ჩემი ძალიან კარგი პედაგოგები იყვნენ, ყველა მისის ახლა საქართველოში. მამადაშვილი რობერტ და გაიოს ქართველიშვილი. მაშინ ანსამბლის იყო, ყველა ანსამბლის რეჟისორი იყო, ფილარმონიაში იყო და აი თბილისში და მაგრამ მე მოხდა რომ დავამთავრე და სადაც არის ბედიშენი იქ იყოს ფეხიშენიო დარჩი ხომში, მაგრამ ასე 72-73 წლებში იყო რომ კულტურის სახლში მიმიწვიეს სახიობა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ბავშვობიდან გქონდა ეს მონაცემები. ეს აქ ხონში. კი, იპოლიტე ხვიჩიას და ლუბა ხვიჩია გამოგვიყვანა პირველ სცენაზე. ეს იყო ჩვენი იდეალი მაშინ, ლუბა ხვიჩია. ასე ის ყველა ხელოვანები იყვნენ, ერთი ძმა კიდე ხვიჩია, ხოლმე რეჟისორი იყო. კი, რეჟისორი იყო. კი, საშა ხვიჩია, არა, ძალიან. ჩვენ ხვიჩიას რო ამბობთ, ვიცხორელი არა, შეიძლება ვერ მიხვდეს. იპოლიტეს ძმები და დები ხვიჩიები. იმიტომ რომ იპოლიტეს ხვიჩია იყო, თქვა. ხვიჩია იყო, მაგრამ ამაშაზე მე ხო არა რუსულში. მაშინ საზღვრებში ცხოვრობდი და ამიტომ ხო დაიწერა ხვიჩიაო და მე დარჩა და ხვიჩია გვარი არსებობს ისედაც. იმაში სამეგრელოში იყო, ეს არ არის მეგრელი. ეს ხონელია. ხვიჩია. ხო, კი ბატონო. ესენი ხო. და მე დავამთავრე საესტრადო დავამთავრე. და რომ დავბრუნდი მე ხონში ისე არ გადაგებზოდი, ჩამოვედი, იქ ერთი მათი თუ მოვწონდი და მე არ ვიცოდი და გათხოვდი და
დავჭი და მე გავაგრძელე ახლა და ხალხური არაჩვეულებრივი შვილი. კი, რა თქმა უნდა, მე ვარ როგორც მსახიობი. და მის მერე ვარ, მაგრამ ალბათ შემდეგ კითხვაში თუ იქნება რომ მე ახლა მსახიობობა კარგი ხანია დავამთავრე და საქართველოში პირველად ჩამოვაყალიბე ბავშვთან იღბების თეატრი. აუცილებლად. და ეს როგორ ჩამოვაყალიბე რა მომსაჯ დაგონება ალბათ მე ახლა ერთად მე მგონი რაღაც საკითხები. ქალბომერი, რა მაინტერესებს ვინ იყვნენ მაშინ ბავშვობაში თქვენი ოჯახის წევრები და რა გზა გახამდა მარტივი ახლა არ იყო თან ახლა მოდი ესე ვთქვათ ქუთაისშიც არ იყო და თბილისშიც და იმიტომ კი არა ხა ვაკრინე ფილმებს არა ხონიდან ასე თბილისში წადი საესტრადოზე აგერ თეატრში წადი ასე მარტივი მშობლებისგან არ იქნებოდა ეს კონტუაჩი გაზდილი გოგოსთვის გზა თბილისამდე და მერე დიდ სცენაზე. რა თქმა უნდა, მაგრამ იცით რა არის? რაღაცა გენები ხომ არის? ზოგჯერ მსახიობის გენია თუ მომღერლის არის თუ მხატვრის არის თუ რაღაცა. მამაჩემი იყო მჭედელი კაცი. ეს იყო ისე ჩუქურთმებს აკეთებდა, ჭიშკრები იყო, ხონის მჭედელობის სკოლა იყო, ძალიან ცნობილი იყო ხონში მჭედელთა სკოლის ისტორია. მამაჩემი როგორც ოქროს ხელება, ესე არის ცნობილი და ნართალი სამართლიანი კაცი და სხვადასხვა ცუდად ჩამოვარდა და მარაგდება. ხო, აი ესეთი იყო, რომ ესე იგი უღალატო კაცი ესეთი. მე დედაჩემი და სხვადასხვა მამაჩემი ეხლა იუბილე რომ დამქონოდა იქ ხონდა მამაჩემის ერთ-ერთი მონოლოგი, როგორ დაგვარქვა სახელები ჩვენ. ხო, მაგრამ იუბილეოს შედგება. ხო, რა თქმა უნდა და აი იქ ვიტყვი მაგას, მაგრამ მამაჩემი რადგანაც კარგი მჭედელი იყო, ყველა კუთხეში დადიოდა. მაგალითად ახლა ხოფაში მუშაობდა 12 წელიწად და ძალიან კარგად იცოდა დათვლილი სხვათა შორის. ეს რომელ წლებში გაცო? აი, იმ წლებში, როცა მე მაგალითად სოხუმში დავიბადე, ჩემი დები ხვალოში არიან დაბადებული. რა თქმა უნდა, ხოში ასეთი არ ვარ დაბადებული. და სოხუმში ცხოვრობდით მაშინ თუ დედა იყო? არა, ცხოვრობ, მამაჩემი დედა საიდან იყო? დედა იყო, ესე იგი, კონტუათელი. ხონელი იყო. ხონელი, კი ბატონო და მამაჩემი ჩაისხდა, მაგრამ რადგანაც კარგი ხელოსანი იყო, მამაჩემი მიყავდა სხვადასხვა ქალაქებში, ხო. დედაჩემი ერთანი ქალი იყო. მე ყავდა ტყუპი დები. ერთ-ერთი და რა თქმა უნდა ტყუპისალი 23 წლის დაგაუყვა და მისი ვინც იყო მისი ტყუპისალი ის ამას ხონის დიასახლის ეძახდნენ საერთოდ, იმიტომ რომ ყველას სტუმარი ისეთი ცოტა კარგი თანამდებობაც ჰქონდა, რომ მისაღები იყო მისთვის და ყველას მეშორებდა რაც ხონში სტუმარი ჩამოვიდა. ჩემი ძმა კიდე ალბათ გენებიდან გამომდინარე ეს რაღაცა გამოვიდა მხატვარი, მოხანდაკე. და ეხლა მოსეხონილი ზეგრი შემიძლია გაკეთებული. რასად როგორ მომწონს ის ზეგრი? ეს პარკი მომწონს თვითონ ხეივანი. მიანა თელსივარის ხეივანი. ახლა ყურამდე არ ვიცოდა, ახლა რუსთაველის ისა, მოსეხონელის ისა, არავის მოსე ისა გამიან დაიჯერზე მოსესუკე ხონელსა. ეს იგი ვიღაცა მოყოლიყო ტიპიური იმერელი განათლებული ადამიანი. ტიპიურად ერთი ხუთი ბერხსტაუსანში ერთ-ერთი ქართველია ახსენებ მოსეხონელი. ხო და გადატარებული. და ის იმერელი ტიპაჟი ამდენიმე შექმნა ჩემი ძმა და იქიდან არჩიეს იმის თმა, იმის წვერები, ამისი სახე, იმისი ცხვირი რაღაცა და აი ეს არაჩვეულებრივი კი ბატონო. ხაბატონომერი, დავიწყოთ ახლა იმით, რომ თქვენ პირველად სცენაზე ხონის თეატრში შედით, ფეხი ქუთაისში. არა. კონტუათის სცენაზე. აი ხომ გითხარით იპოლიტე ხვიჩიას და ლუბამ. და მე რადგანაც დავდიოდი კულტურის სახლში ცეკვაზე, რა თქმა უნდა, სულიკურატიანი იყო მაშინ ცეკვის მასწავლებელი. მე რადგანაც დავჭი ხოში და ვერ დავაგრძელე, მოღვაწეობა ჩემი ანსამბლი იყო პირველი ნაბიჯები და აისი. სხვათა შორის ბევრი აი ნაცნობი აღარ გითხრა ვაჟა დუდუში, მაგრამ ჩემი თანაკურსელი. და ასეთი ბევრი ჯაზ რომღერის კიდე ისა ტეცოშვილი გულიკო. ჯაზის მომღერალი ის ჩემი ისინი არის, ხო. და მე რადგანაც მე მსახიობის უსტატობასაც ხო სწავლობდი, როგორც აკრობატიკა, პარლამენტური ცეკვები, ხალხური ცეკვები, ყველაფერს ხო გავდიოდი ჩვენ. ეს გამომადგა. და მე უდიდესი პატივისცემამი და გამოვხატო, რომ ამ წლებში მე მივედი, უკვე ტარიელ ხაჟალია, სამტრედიელი კაცი იყო რეჟისორი. როგორც სამტრედიაში იქაცა იმიტომ იყო გერბეჯები მიწვიეს, რა ქვია. და მე ვიყავი ქუთაისის თეატრში კიდე და რა დროს ვიყავი ხა ქუთაისის თეატრში. როცა ჩვენი ომი მიმდინარეობდა ქართველებს შორის, ძმებს შორის, აი მაშინდელ პერიოდში.
და რომ მივდიოდა ეგ გუბის წყალზე, ტყვიების კაკანი ისვოდა. და მე რადგანაც ვერ მომდიოდი ხშირად, რჩებოდი ნესტან კვეიძესთან, თქვენ ეს კარგად იცი, რომ ნესტანი და იქ კიდე უამრავი ხალხი, რომლებიც ასულები არიან და ძალიან დაასგესნათელი ნესტან კვეიძეს, რომელიც ნამდვილად იყო, ნამდვილი ფერი ჩვენი ქალაქის და დაიყო კიდე კირაკი და უდიდესი პოეტი და მწერალი. კარგი ჟურნალისტი ხალხი. და მე მოხდა ასეთი რამ. ახლა არ ვიცი, ახლა შეიძლება თქვენ კითხვაში არის, მაგრამ მაშინ გავაგზავნებ ჯობია, რომ როცა ახალგაზრდა ვიყავი, თემი ჩანტლაზე ჩამოდიოდა, აი საიდან მიაღწიეთ რაღაცა მიზანს არის მაშინ, ხო? საიდან იფიქრეთ ეს ყველაფერი. ჩამოდიოდა და სხვადასხვა ნიღბებს ირგებდა და ასახიერებდა ალბათ კიბატო მახსოვს. ხო, რომ არის სხვადასხვა დარგის მუშაკების იმას. და მაშინ ჩემი თქვი რომ რატო არ შეიძლება რომ ერთი ადამიანი რო ამას აკეთეს, მთლიანად თეატრი ხო შეიძლება ესე იყოს. მაგრამ მე მაშინ ჯერ ახალგაზრდა ვიყავი, ოცნება იყო ეს ჩემი და ახლა ამას მე ვიგამაგებდი, რეჟისორი არაფერი არ მეთქი რაღაცა, მაგრამ მე როცა თეატრში ვიყავი და უკვე წამოვედი და ცოტა შემეძლო რომ მეფიქრა როგორ მსახიობი და ისეთი რეჟისორებთან მომიწია მუშაობა, რომ გავბედე რომ მოდი ბავშვთა თეატრში გავაკეთებ ამას მეთქი. და მოხდა ასე რომ 30 წლის წინ გავაკეთებ ბავშვთა ნიღბების თეატრი საქართველოში პირველად. და ეს ახლა ისტორიაში შესულია ჩვენი წიგნი თეატრალური ხონდომარის თეატრი, ხო? დღემდე არის ეს თეატრი. იზრდება თაობები. იზრდება თაობები, რა თქმა უნდა და სულით რა თქმა უნდა. ცოტა რეპერტუარი გვიჭირს, რატო იცი, არ არის ისეთი უცი რომ იწერებოდა. კარგი ზღაპრები. და აღარ არის, აი რა მოგძებნო არ ვიცი. ინტერესი როგორ აქვს? იმიტომ ბავშვების ძალიან მეტი რო არ შეიძლება. იმიტომ თვითონ ბებია და ბაბუაც რომ ესწრება თუ მშობლების რომ ესწრება, ისინი ესე იგი გონი ჩვენ ბავშვებს უფრო მეტად გვიხარია და უყურებთ, იმიტომ რომ ისინი არის რა ქვია, სახალისოა. მუსიკალურად გაკეთებულია და ეს გეტყვით კიდე. წუნა და წუწუნა რომ არის ნახატი ფილმი. ის არის მაწუთიანი, მთლიანი თავიდან ბოლომდე. მეს გავაკეთე 1 და 20 წუთიანად, ხა როგორ? დავწერე მე თვითონ სცენარი. წუწუნას ქორწილში მისი ძმაკაცები და დაქალები მოიწვიეს სხვადასხვა კუთხიდან. ის რო ჩამოვიდა კახელმა იმღერა კაი კახური. აჭარელი ჩამოვიდა ძმაკაცი და თან იცეკვა. და ესე და თან კიდე რა მოვიფიქრე, იცი? შემოვიყვანე ოსი და აფხაზი ძმები. ჩუმად გადოვლახე დენგული. ოჩა. და მოვიდა აი ესეთი რა. ეხლა რეპერტუარში ესა? კი, როგორ არა, გვაქვს. უნდა დავესწრო ოცი. თამბურმელი, ძალიან მინდა რომ ქუთაისის თეატრზე ვილაპარაკოთ და იმ წლებზე და იმ თქვენ კოლეგებზე ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც მაშინ თქვენ დაახვდათ თეატრში, ვინც შთაგაგონათ, ვინც თქვენ გეამაყებათ რომ მათთან კვალებზე იყავით, მათ გვერდით თამაშობდით, ვინ იყვნენ ესენი და აუ, იყო როგორ არა, აი იყო ერთ-ერთი ძალიან კარგი მახსოვს გივი ბერძენი. და შესაძლოა გივი ბერძენმა მე ნარდი მასალა. აი ამდენი წლის ვიყავი და ვალში თამაშობდა არაჩვეულებრივად. ის ჩემპიონი ვარ იმაში ხოში ქალებში. ვიცი, კი. გივი ბერძენი თამაშობდა ვალში. ვალი იყო ეს აი გომარცი ხალუძის მუსიკით ეხლა ყველამღერის და ეს სასწაულად თამაშობდა. აი და ეს მამაშვილური ის ქონდა. ძალიან ბევრი იყო. ახლა ზოგიერთი სახელები რაც მახსოვს ერთი კიდე ნინო გარდაცვლილი არის. რეჯიბია. ხო, აი ესა და ეხლა რომ მივიდივარ მარტო მარიკა სახამბერიძეს, ნევსიწვერიძეს, გოჩას, ნიკოლაძეს, ამის ნახულობ, ეს ვერ ნახულობ, მაგრამ სანამ არ დავდიოდა ჩვენი თეატრი, დადიოდა 30 წელს ახლა გავიყავ. და იმ თვითონ კარებში გითხრა ხო ხალხური არ არის. ისა ხონსკის მეძახოდნენ. რა სპექტაკლში თამაშობდი? მე მახსოვს დედაკაცმა თუ გაიწია ვარდოს თამაშობდით ისეთი სახასიათო როლი ჰქონდათ. აი მაგალითად მე დავდიოდი თქვენ საყურებლად თეატრში. ეზოში არის ზაღლია კიდე ოჯახის პატრონობა იდინა იგიც ვიყავ. ეზოში ეზოში ბატონ ანზორთან და კი როგორ არა. და ძალიან და მადლობელი ვარ და სხვადასხვა ხო ევან კუთუნაშვილი ხვდები და ევანც უნდა ყოფილიყო ახლა დაბადებული მუხაფეს ეს ფაქტორის და ძალიან კარგი ხალხი რა ის რამდენი სპექტაკლში თამაშე? არ მახსოვს. აი ზუსტად არ მახსოვს ამაში თამაშე. და რეჟისორები ვინ იყვნენ თქვენ დროს? რეჟისორები აი შემახსენეთ. გაბელაიანი იყო თამაში. არა გაბელაიანი. იური კაკულიანი. კაკულიანი იყო ერთხელ თამაზი მესხი. არა თამაზი მესხი არა.
ლევან სვანაძე ბოლოს ხო ლევან სვანაძე აშალვა ურუშაძე კი ერთი დადგა მაგრამ და სხვათაშორის ერთხელ ის დადგა კიდე ზურაბ კაპლიანიძე ხო ჩემი ქუთაისი თამაშობდი კი მაშინ ვიყავი კიდე რაღაც ეპიზოდების მაშინ და სხვათაშორის მე კარგად რომ ვიქეიფე და რაღაცა და რატო წავედით ქუთაისის თეატრიდან ვერ გავწვდი იმიტომ რომ მე აქ მოვიდა ჩვენთან ტოლვილი გიორგი რატიანი და მაშინ მაიასმათელი დადგა და მე არ ვიყავი მაგრამ უკვე ყარყარის დადგმა უნდოდა მაგრამ ახლა ალბათ ვერ ნახა ისეთი ვინმე და წარმოვიდგინეთ რომ ყარყარში 3 თალი არის ერთი დამატებული ქონდა დეპუტატი გუთახზე თავისთავად დალვისა ხო 3-ვე ქას თამაშობდი მე მახსოვს პრემიერაზეც ვიყავი აი წარმოვიდგინე რომ ოთახამდე ვერ ვასწრებდი რომ ჩამეცვა ქალი არ იყო ზევით და ბიჭებს ერპატია ჩასაცმელი ეკავათ ხელში რომ გამეძრო ეს უცებ და მეორე მაცმევდა იქ ხო მეგობრობა არის და იქ მაგ უკვე სიცხვილი ზოგადად ასეთ რაღაცები აღარ არსებობს და ესეთი საერთოდ ძალიან მეგობრობა არის და სულიერება არის თეატრში ძალიან სულის ადამიანი უნდა იყოს რომ თეატრში მოხვიდე და შემდეგ უკვე ხონში თამაშობდი სპექტაკლს ხო ხონში თამაშობდი იქ არ თამაშობდი სამტრედიაში კიდე სამტრედიაში როგორ მოხდი სამტრედიაში თვითონ ეს კარიერა ხაჟარია ხომ იყო ჩემი რეჟისორი მე იქიდან ახლა ჩვენ მიდიოდით იქ თამაშობდით იმათი მსახიობები მოდიოდნენ აქ თამაშობდნენ მე ხო ნადირაძე იყო ახლა რეჟისორით რომ არ კიდე ის გოგონა რომ არის დამავიწყდა ისა არა და იქაც ითამაშე სპექტაკლი ეგ ახლა სიბერის ნიშანი ახლა ხო სამტრედიაში ბევრი სპექტაკლი ითამაშე ხო იქ მიღებული მაქვს ხოლმე ხალი საუკეთესო როლის შესრულებისათვის ორი როლი ვითამაშე ერთი მოხუცი და ერთი ახალგაზრდა ფეხით გოსიაროთათვის ესეთი იყო და არის ახლა ნუ ვეისი ვერ გავწვი ორი კურდღლის დევარი კარიყავი სამი კურდღლის დევარი ვიყავი და პლუს ამას შვილები და პლუს ამას ამბოზე მეგობარი მეუბნება ერთ-ერთი ჩემი პაპავები იყო მუსიკის მასწავლებლები რომ მინდა რაღაცა რეჟისორულად გადახედო რაღაცა ვინ გამოვიდეს რა გამოვიდეს ამა რა თქვას იმა რა თქვას რაღაცა და ეს რომ გავაკეთე ბევრი რაღაცები მე თვითონ დავამატე და რაღაცები უცებ თავში დამკრა აი მე შეიძლება გინდოდა ბავშვების ნიღბების თეატრის გაკეთება მოდი ამ ბავშვებიდან გავაკეთოთ და ზუსტად ის მომღერალი ბავშვების ჯგუფი რომელიც იყო მაშინ გავაკეთე ნაცარ ქექია კი ბატონო აი პირველი ეს იყო და მე საკმაოდ ვილაპარაკეთ დღეს თეატრალურ წარსულზე იმდენი რომ ამის აღარ გახსოვს ფრანდეში ასამდე გაქვთ თამაში სპექტაკლში ხო ასამდე სპექტაკლში ხო ბატონო მე სულიერ დიდხანს იყავით და მე იუშკიდე აგერი მერული ესკიზები რომ აი სიგმაგიდე ეპიზოდური მართლა კი იქ ეპიზოდური როლი რომელი აი მე მაშინ რო ვარ გახსენება რომ არის აი იქ ვდგევარ და იქ მართლა მე რეზოლუციაზე იყო ჩამოსული რაიონებში რომ ამიტომ ერდაიონ სახეობებს რომ მინდა რომ პერიფერიებში მოვნახო ვინმეო და მეც ვნახა და იქან ახლა როლი არის როგორ ისი აი ყველას ერთი როლი აქვს თითქმის ყველა მზავრია და ერთ-ერთი ჩაულებრივი არა ნელონის ნაძვის იქაც თამაშობ კი იქაც თამაშობ და წარმოიდგინე რომ მე ბატონ ზურაბს ვეუბნებოდი კაპიანიძე მაშინ გამოვიდა შრალი კანონი ზურაბს ჰქონდა რესტორანში ხო ის როგორც ყოველთვის ქეიფობა მე ჩხუბი ჰქონდა რაღაცა და ეს კანონი რო გამოვიდა ზურა ასე ძინავს და გაიღვიძებს ეს დარჩა მარტო დანარჩენი მიჭირეს მოჭირეს ხო ის ჩაკერვის არის ისა სტუდია და მე ვეუბნებოდი მაპატის ბატონს რომ მე უნდა მქონდეს თქვენზე მეტი ახლა როლი ვიდრე თქვენ აგაქვთ ახლა გარეთო და ედიშერ მაღალაშვილს მე და ერთი ნაზი როგორი იყო ბათუმელი მსახიობი იყო მოხუცი იყო ის კაცი მაშინ სასტუმროში ვცხოვრობდით აჭარა რომ არის და იქ ბათუმში ერთით პრინციპი რუსულად წამოსდა მაგრამ არა ბავშვს ვიყო რუსეთუმე იქ პრინციპი ზაოდი რომ არის იქ გაჩერება იყო პირველ ხო გაჩერება არის ხო მაგრამ ბათუმში გადაიღეს ეს ფილმი არა ბათუმში არა ეს თბილისში გადაიღეს ერთ-ერთი აი გაჩერებაზე და მე გადაიღეს ატენის ხეობაში გორში და იქ ცოტა კურიოზი მოხდა ისეთი რომ ინაღამ საერთოდ დავიუყვეთ ყველა უბირასა
ესე იგი, აქ რომ გვირაბს აქეთ რომ თოვლი იყო 2 მეტრო, იმის იქეთ მზე იყო თბილისში. და მე მოყავდათ სახაზრო მანქანები ასვენებდნენ, ვითომ თოვლი დადნა. ისეთი პერიოდი იყო და რომ გადმოვედით უკვე ამწვანებული იყო ფერდობები და ეს არის 31 ღამეს, ხო, ამბავი? ხო, 31 დეკემბერი. არაჩვეულებრივი. და ხო, და ამიტომ მოიყვანეს მე სამხედრო მანქანა, რომელიც კვამს უშვებდა. და ვითომ ნისლი იყო და ეს აყვავებული და ის ფერდობები არ ჩანდა. და ერთ დღეს რო ესე მიდიოდ ტროსი, რასაც მიმაგრებული იყო ის მანქანა, სამხედრო და ეს ისა რუსლან მიქაბელიძეაშვილი და საჭეს სხვათა შორის და გაწდა ტროსი. როგორც და მანქანა თავისთავად გაჩერდა. და რომ და გადავიდეს ხალხურ შესვენება სანამ მიაბავი ტროს და რაღაცა რომ გადადგა ერთმა ფეხი და რომ რაღაცა სიცარიელე დახდა. და ერთ-ერთი წინა ბორბლის ერთი ბორბალი უკვე სადაც კარები ჩაყუდებული იყო ატენის ხეობაში. ვაიმე მე აბახლა აქედან დაიწეჭო აბანელა გადადი და უკანა მხარის იმიდან ჩავედი იმ დღეს საერთოდ გადაღება შეწყდა. თორემ ესე იგი ის ალბათ ღმერთმა გადაგვარჩინა რომ ტროსი გაწდა. და ყველა მსახიობი შიგნით იჯერა. და ყველა ფილმი შიგნით იჯერა. ხო თავისი გადაღება პატა არა ნიე გადაღება ოპერატორი იყო გოგა ხაინდრავა იყო მასთან ერთად ოღონდ გოგა იყო დუბლ დამხმარეთ მაშინ. და დიდი ის არის რეჟისორი. ესე იგი ნეილონის ნაძვის ხე იმერულ ესიზებში თუნდაც ის კადრი რაღაცა იგივე დანამჭერლიძე რეზოესაც ისე სერიოზული და სხვადასხვა რეზოესაც მე ატყდა მთელი ომი და რაღაცები და რეზოეცაძემ უნდოდა რომ კიდე გადავიღე მე ფილმში ცხოვრება კონდეს მაგას და მე ატყდა მთელი ომი და დღესაც კიდე არის სვენებები შინაური მტრები და კი ბატონო ეხლა გითხარით თქვენი ოჯახის შესახებ იმიტომ რომ ეს არა ქვია რაღაცა იწურება გადაცემისა და ბევრი რამე ხო, ჩემი ოჯახი არა, მყავს 2 გოგონა. ერთი მზია, თქვენ იცით მაგას, დაამთავრა ქუთაისში პედაგოგიური დაამთავრა, მაგრამ მე როგორც ყველას მოუწია საზღვარგარეთ, ეგენა რომ ჩამოვიდა, ისწავლა ისა კოსმეტოლოგია, არ ქვია, არის ძალიან კარგი ისა სპეციალობა არის, იმაზე მუშაობს. და ახლა ამ წუთში კი არის ჩვენთან, ისვენებს უბრალოდ. ერთ-ერთი გოგონა, რომელიც მე პრაქტიკაზე წავიდა გერმანიაში, იქ დარჩა. ასე რომ ხავს გერმანელი სიძე, ისეთი, ისე რომ აი ნაღდი ქართველი. ვიცი რომ ძალიან მიყვართ თქვენი სიძე და იქ. ვაიმე, აი გეუბნები და 2 ბავშვი, ერთი არის მონახულები არიან რა თქმა უნდა, ერთ ქართული სახელები ქვია, ერთ ქვია თომა, მეორე ქვია სანდრო. ეს ნაღდი კაი ქართველი ბიჭები იზრდებიან. ეხლა ზაფხულში არ ჩამოვიდნენ შენ? ხომ იყვნენ ახლა და წავიდნენ და ახლა ზაფხულში უკვე აღარა. ახლა უკვე მას და რა შეიძლება თქვენს იუბილეს, რომელიც გადაიტანეთ გაისად? ხო. გაისად? გამოდიო მე ჩემი შვილები რო იყო ჩემს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საქართველოში და ჩემი სიზასაც მინდა რომ ჩვენი ქართული ადაწესები, ჩვენი წესჩვეულება თუ ჩვენი მოხენა ეს ყველაფერი მინდა რომ ვაჩვენო და იმიტომ. კი ბატონო. ამიტომ უფრო გადავიდა. და ესე იგი უამრავი კითხვა მქონდა ჩამოწერილი და რაღაცა ერთად საინტერესოა თქვენთან საუბარი და თეატრზე საინტერესოა საუბარი თქვენ ცხოვრებაზე. ამოვარდა უამრავი კითხვა, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თქვენ ცხოვრებაზე წარუსები კვალიდატოვა და ვალში ხართ მის გნებავ შემოქმედებაში, გნებავ ცხოვრებაში, ვინც თქვენზე გავლენა მოახდინა, ვინ იყო ის დიდი ადამიანები, ვის გამოც გადაწყვეტენ მსახიობობა და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ დროს ახლა ცოტა ბნელებს გვეძახიან იქით სისრიკეს დროს რო ცხოვრობდით, მაგრამ იმიტომ რომ ასაკებში ვერ მიშევეკითხება, უკვე იმ დროს მოვესწარი, ხო? აი სამაგალითონი იყვნენ სახეობები, ადამიანის სახეობები, გამომახვილებ ყურადღებას სახეობებზე. სამაგალითონი იყვნენ ისინი, როგორც ადამიანურად, ისე იმას ახლა და თლატპირადულში ახლა ვერ შევიჩრები ნახდათ, რომ არ არის მაგი და აი ყველა ადამიანში და ის სამაგალითო იყო, რომ მეც ასე გამოსულიყავი. დიდი როლები ახლა ითამაშა, ახლა ჯერ ოჯახმა კიდე რომ და მამაჩემ ღეროდა ძალიან კარგი. კარგი მომხენი იყო, კაი სახეობები იყო სუბრას და უყვარდა ეს მაჭამა დიდად შესარგებლო იყო მომხენა რა. თუ ხმას გავიგონებდი არღლის ხმას, შუაღამეს პირველსაც, როგორც იმაში რანაირ ლაბაზია, არღლის ხმა, შური და როგეს. ყველა ისე და მამაჩემი იყო. ხო, აი ესე. ხო და მე აგერ კიდევ ჩვენი ადგილობრივი სახეობები ვინც იყვნენ, აგერ რეჟისორები კიდე რაღაცა და
აი ყველა ჩემთვის სამაგალითოა ესენი. კი ბატონო. და ყველა ქართველი ადამიანი, ვინც კარგია, ვისაც სამშობლოსათვის უძგებს გული, ყველა სამაგალითოა ჩემთვის. კი ბატონო. და ქალბატონო მინდა გითხრათ კიდევ ასევე როგორ დაახასიათებთ ახალგაზრდებს თქვენ მოსწავლეებს, რადგან საიმედო ცვლა მოდის? სხვადასხვა მე ყველა რეპეტიციას მამაო ჩემი ვიწყო. იმიტომ რომ ცოტა ისე შეიცვალა ცხოვრება. ჩემ დროს არ იყო ამდენად ხლად. მაგრამ უკვე მამული ენა სარწმუნოება, რომელიც ჩვენ დიდმა ილიან დაგვიტოვა, ეს აუცილებელია. ეს უნდა იცოდეს, ამით, ამ სულისკვეთებით უნდა გაიზარდოს ახალგაზრდა. და ამიტომ მე მინდა რომ ყველას მე მშობლები მეუბნება რომ კაცო მე მეგონა რომ თეატრზე ლაპარაკობდი თქო და ისეთ რაღაცებს გუყურო ბავშვებიო რაც ვიცი ანუ ცხოვრებასაც ასწავლით აბსოლუტურად აი უფროს უმცროსობა არის თუ ზრდილობა არის თუ კულტურა არის თუ რაღაცა ის ყველაფერი აქედან გამომდინარე არის და მის გულისთვის ვცდილობ რომ ეს გავაკეთო მე და ეხლა ახალგაზრდები ცოტა ჩემი აზრს ვამბობ რა თქმა უნდა გზაც დენილი არის რა იცი ბავშვებს რასაც ჩასახებ იმიტომ რომ რა ვიცი და მინდა რომ ისე არის მაგრამ კიდე კარგი ბევრი არ არის კი ბატონო ქალბატონო მე და ბოლოს მინდა გკითხოთ იმიტომ რომ ბოლო პერიოდში სცენაზე აღარ გავდებით როლებით და გითხართ მართალი ამავე დროს როცა სცენაზე არტისტი არ არის ესე იგი მას არ აძლევენ როლებს ესე უნდა თქვა ხო ასე გაგებული რომ რაც არ და ასაკიში იყოს ყოველთვის ყურია სცენა 100 როლი ხოდეს 101 უნდა მსახიობს ხო და მე შემეცარი ცოტა ხნის წინ ცნობილი რეჟისორის გოჩა კაბანაძე თქვენ დიალოგსო და გეხვეწათ პირდაპირ შემიძლია თქვა ხო რომ რატომ მეუნები თუ არის ხო შეიძლება რომ შემდეგ სპექტაკლზე განაწილებაში გთხოვათ ხო შეიძლება რომ აღრაო თქვენ უთხარით კაცრად რას ნიშნავს ეს ზურგის ქცევა იმ პროფესიაზე მთელი ცხოვრება მოდიხარ და არა ჯერთი დაფასების ამბავიც არის მაგ მხრივ და რაღაცა გეხვეწათ არა ახლა ცოტა შევდარწმე ცოტა გული რომ მეტკინა რომ ის სახარბიელო ხალხი რომ არ მოვიდა სათავეში იმიტომ რომ ვინც იყო აქ მაბატია და ზვიადიდან დაწყებული რომელსაც მართლა სამშობლოსათვის უძიებდა თუ მერაბ კოსტავა თუ რაღაცა მე მოდის ხალხი ისეთი რაღაცა გული მიკვდება და რაღაცა ჩავიქნე ხელი არღის ამათთან გაჩერება და წავედი რადგანაც ისე უკვე თეატრი გაკეთებული მქონდა მაშინ ბავშვების ნიღბების თეატრი რადგანაც დამაბრუნეს უკვე რომ მოვიდა კაცი რომელიც აშენებს თეატრებს ამას ეკლესიებს რაღაცა მოდი შენს გაგზელე გავაგზელე და ერთ-ერთი რეჟისორი მეუბნება კიდევ მე ამირა ხანიზა სახელება ისედაც მიხვდება ხონელები ყველა ბერმაიცის ისაო მე თქვენო მე დაკვატი იმას იზამთითო დაგაკავებდითო მაგრამ თქვენ ახლა სახიობობა დავიწყებული გექნებოდა თუ ჯერტი სახიობობა უცი ხალხს არ ამთავრდა სამსახური ვიც არის ძველი სახიობები იმათ აკრავა ასეც არ გამგავლებია ეს არის ბუნების ნიჭი და მე დავიწყება როგორია თუ ხარ სახიობი და გავიწყდეს როგორია ხო და ასეთი რაღაცეები იმიტომ რომ მე იმდენამის მივახციე ხო მაგრამ ახლა რა 2000 წელში ხო მე ისა ღირსების ორდენი მაქვს მიცემდა რამდენი 2000 წელში ახლა აძლევენ უფრო და ყველაზე უფრო მითხრა კიდევ გამოყო არ დამავიწყდეს ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის იყო სულ ახლა ხან 24-ში საპატიო ხონელი რო გავდი. ყველაზე დიდი ჯილდო ის არ არა. იმდენი უამრავი ჯილდოები, მედლები და ისინი მაქვს ამას ვერავინ და ბოლოს უნდა გიხილებ თუ არა პასენაზე. და ეს ამით ერთი всё მაშინ თქვი რომ არა. მაგრამ მე პასუხი რა უთხარი, იცი? აქემისი არ დამარდება ვირისაპარისოდენა არ არის. კი ბატონო. აი ეს უთხარი სიტყვა. მე ნახე დოკუმენტური ფილმი გადაღებული. ახლა მინდა ძალიანაც რომ გავიგო ისა. და იქ არის რა, ესე იგი საშა პრინჩიამდე 1865 წელში შეიქმნა ქართული თეატრი საშა წულუკიძის და მათი სახში იყო ეს ყველაფერი და წულუკიძის ქალები თამაშობდნენ ამ იმას აქ და მე როდის რაღაცა პატარა აშენდა ახლა კულტურის სახლი კი არა აგერ კინოთეატრი იყო მაშინ იქ არა თამაშობდნენ მე აქ აშენდა მაგრამ ესეც დაანგრიეს მე და მე კომუნისტებმა ეს ააშენეს ძალიან კარგი იყო ის უფრო დიდი უნდა ეშენებია თუ მაგრამ ამას სხვა მიზეზები აქვს და ეს თეატრი ხო იწყება ასე ამ და სურათები თამაში ხო არ იყო გადაღებები და რაღაცები სურათები ამითი მონაწილეობდა რა იყო რო აქ ძმები ბუხუტი და სერგო ზაქარიაძები იყვნენ ვასო აბაშიძე და არ ვიცი რა მე საშა პრინცია იყო რა თქმა უნდა
და აქ წდება და აგერ რა ქვიან 60 რა ქვიან ვეჯანგაბა იგი რა ქვია სოხუმიდან რომ გამომასწრეს ხალხი ტოლული ხო არის ეს რატიანი და ეს ყველაფერი 35 წელიწადი აბსოლუტურად საერთოდ ბაიბული არაფერი არ ისმის გამოტოვებულია და იწყება აქედან და იქანა მე არის ერთი მაგიდანს მაიაწყვეტეს იქიდან ნაწყვეტები რაღაცა მის დამდგიო რა ქვიან პარვარი თუთაბერი და სამი როლი ვითამაშე საერთოდ სცენებაში არ არის ვინ თამაშობდა რა თამაშობდა ამ სამი როლს მე კიდე რომელდა ჯულიეტაში გამდეიცი თქო რომ მე თითქმის თავარი როლია ვიდრე დედმამის როლები ჯულიეტას და მის მერე და ეს ამ კაცმა დადგა მაშინ თუ ამაზე იღებდნენ მარტო ამაზე გადაიღოთ რომ ამ კაცი ეს მოვიდა ასევე იყო ნამბიშუბზე რაღაცეები და მაშინ იყო მართლა ასეთი რაღაცეები მე კიდე მეორე ესე გათხრაშული რეჟისორი არის და ის ლაპარაკობს რომ მე ეს გავაკეთე რა ეს ოქროს ხანა გამოტოვებულია და იქან ახლა სადაც ის უდიდესები მე როცა ახლა თქვენ მოგიყევით იმათი ხსენებადორი მე რაღაცა იქნა მიყო მაგრამ მე თავარი როლის გარდა არაფერი არ თამაშები ამ წლების განმავლობაში საერთოდ და გამოტოვებული ესა ამიტომ თქვი ვინ ხარ თქვენ საწავიდე ხალხი რომელი ტელეფონი იცნობს ამიტომ კარგად იყავით ჩვენ თუ არაფერი არა ვარ მე იმას ვერ უყალატებ ახლა ბავშვების დიაც მაგრამ всё დამთავრდა აი ამიტომ უთხარი ვარ ვინც არ უნდა მოვიდეს მიზანი დიდი პატივისცემ იმას მაგრამ ამისთვის თქვი ვარ ეხლა მინდა ვინ დაამონტაჟა ვინ საიდან როგორ მოხდა ამის გადაღება საწავიდე ის ოქროს წლები 35 წელი როცა ხუხდა ის რა მოხდა გასაგებია მაგრამ კი მაგრამ მომავალშიც აღარ უნდა გიხილო არა არ მინდა არ ვიყი მე ნატო მოვიყიდე ბავშვებთან მაგ ისა ხო მაგრამ ისე არასოდეს თქვა არასოდეს არ ვიცი რა სიზა მე ჩვენ დრო საკმაოდ გადაცდა ჩვენ დროს რა თქმა უნდა გასაზრდელი მაგრამ იმდენად საინტერესო მოსასმენით ხართ პრაქტიკულად მე არც ისე არა ნამდვილად არ შეგაჩერებდით ძალიან დიდი მადლობა და ჩვენი სათემო რადიო ვიმედოვნებთ რომ სულ იქნება ეთერში ყოველთვის და სხვა დროსაც მოგიწევთ